ჟან პარმანოვი, რომლის ნამდვილი სახელი რაფაელ გრავენი იყო, ერთ დროს კიკზე ყველაზე დიდი ფრანგის სტრიმერი იყო. ასევე პლატფორმის მასშტაბით მეოთხე ყველაზე ყურებადი კონტენტ კრეატორი. მაყურებლები მას მისი რეიჯებით სავსე რეაქციების გამო უყურებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვიდეო თამაშებით დაიწყო, შემდგომში გადავიდა რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებულ სტრიმებზე, რომელთა დიდი ნაწილი მოიცავდა სხვა ფრანგ სტრიმერებთან ერთად დროის გატარებას. ის იმ გზაზე იდგა, რომ კიდევ უფრო ცნობილი გამხდარიყო. ამ მიზნის გათვალისწინებით ჟანმა და მისმა პარტნიორებმა 2025 წლის აგვისტოში ყველაზე მასშტაბური პროექტი გამოაცხადეს მარათონული სტრიმი. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი გეგმავდნენ, რომ საკუთარი ცხოვრების ყოველი წამი ეთერში გადაეღოთ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და მარათონი 12 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ჩანდა, რომ უწყვეტი სტრიმი არასდროს დასრულდებოდა, ერთმა ტრაგედიამ ყველაფერი მოულოდნელად შეცვალა. 18 აგვისტოს შუაღამეს ჟანმა სტრიმზე დაიძინა. ცოტა ხანში სტრიმში გამოჩნდა თუ როგორ ტრიალებდა და ვერ ისვენებდა. შემდეგ კი ისევ დამშვიდდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დონაციის შეტყობინებამ ერთ-ერთი სხვა სტრიმერი გააღვიძა, რომელმაც სცადა ჟანისთვის ყურადღების მიქცევა. თუმცა ჟანის სრულიად ურეაქციო იყო. მათ სწრაფად შეწყვიტეს სტრიმი და ჟანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. 46 წლის ჟან პარმანოვი ძილში გარდაიცვალა და ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა. ეს ამბავი დამანგრეველი იყო 10,000-ობით გულშემატკივრისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ადევნებდნენ თვალს მის სტრიმებს. თუმცა როგორც კი ეს ამბავი ინტერნეტში გავრცელდა, მეტი ადამიანი დაინტერესდა იმ მოვლენით, რომლებიც ამ ინციდენტამდე მოხდა. მათ მიერ აღმოჩენილმა შემაშფოთებელმა ფაქტებმა ბევრ სხვა კუთხით დაანახა ეს ამბავი. არა როგორც ტრაგედია, არამედ როგორც თავიდან ასაცილებელი მკვლელობა და ყველაფერი მიუთითებდა ორ ძირითად პირზე, რომლებთანაც იგი სტრიმავდა, ოუენზე და საფინზე. საქმე იმაშია, რომ სტრიმერობამდე ჟანს რთული ცხოვრება ჰქონდა. ის სამხედრო ვეტერანი იყო, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტაბილური სამსახურის პოვნა უჭირდა. ამის გამო იძულებული გახდა დედასთან ეცხოვრა, გარე სოციალური კავშირების გარეშე. მან სტრიმერობა 2020 წლის მარტში დაიწყო, თუმცა მისი გადაჭარბებული რეაქციების სამსახველი ვიდეო კლიპები, როცა თამაში აგებდა, ვირუსულად გავრცელდა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok-ი, რამაც დროთა განმავლობაში მას საკმაოდ დიდი აუდიტორია მოუტანა. ეს ჟანისთვის ორმხრივად მომგებიანი იყო. ის კარგ შემოსავალს იღებდა და ამავდროულად თანამშრომლობდა სხვა ფრანგ კონტენტ კრეატორებთან. და სწორედ აქ გამოჩნდნენ ოუენი და საფინი. მათ არა მხოლოდ დაიწყეს ჟანთან ერთად სტრიმერობა, არამედ მთელი კონტენტ სტრატეგია ააგეს იმაზე, რომ ის გაებრაზებინათ და მისი რეაქციები დაიფიქსირებინათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჟანი უკვე გარკვეულწილად ჩართული იყო ამ სქემაში. მან იცოდა, რომ აუდიტორიას სურდა ენახა მისი ემოციური აფეთქებები და თავადაც უფრო მეტად ითამაშა ეს როლი. თუმცა სიტუაცია გაცილებით უფრო ბნელი გახდა, როდესაც ის მათთან გადავიდა საცხოვრებლად, რეალური ცხოვრების კონტენტის შექმნის მიზნით. მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ადამიანებმა ძველი სტრიმები და ვიდეოები გადაამოწმეს, აღმოაჩინეს ათასობით შემთხვევა, როცა ოუენი და საფინი ფიზიკურად ეხებოდნენ ჟანს. და ეს არ იყო უბრალოდ მსუბუქი და სახალისო ხასიათის. ამ შემთხვევების უმეტესობის ჩვენება და დეტალური აღწერა YouTube-ზე შეუძლებელია მათი უკიდურესი სისასტიკის და ძალადობრივი ხასიათის გამო. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ოუენისა და საფინის მხრიდან შევიწროება შედარებით უწყინარ ხმურობებიდან გადავიდა ისეთ ქმედებამდე, რომლებიც პოტენციურ სიცოცხლისთვის საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ქცევა მათი სტრიმების მუდმივი ნაწილი იყო, სადაც ჟანს ფაქტობრივად ცოცხალ სავარჯიშო ტომრად იყენებდნენ. მარათონული სტრიმები ზუსტად ამ გამოხატულებას წარმოადგენდა. ყველაფერი მაქსიმუმზე იყო. ამიტომ, როდესაც ჟანი ტრაგიკულად გარდაიცვალა, პირდაპირ სტრიმის დროს ინტერნეტში ბევრმა სწორედ ოუენს და საფინს დაადო ბრალი. ხალხი ამტკიცებდა, რომ მისი ისედაც სუსტი ფიზიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა იმ მუდმივი სტრესის გამო, რომელსაც ისინი აძლევდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ როგორც ჩანს, მათ ეს კარგად იცოდნენ. მის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ჟანი აიძულეს, რომ პირდაპირ ეთერში ეთქვა, რომ თუ რამე მას დაემართებოდა, ეს მათი ბრალი არ იქნებოდა. Alors que non, à moins qu'ils disent face caméra là maintenant que si demain il meurt en plein live, c'est dû à son état de santé de merde, pas. Dis face caméra que si demain tu meurs sur scène, c'est dû. Mais oui, comme Dalida a dit. S'il m'arrive quelque chose en live,
que ça n'y a pas deux. Ouais, mais que ça n'y a pas deux. ამ ვიდეომ გამოიწვია ჟანის გარდაცვალების გამოძიება. ოუენის ადვოკატის განცხადებით, ყველაფერი, რასაც ისინი ჟანს უკეთებდნენ, იყო ურთიერთშეთანხმებული და მხოლოდ გასართობი მიზნებისთვის გათვლილი როლი. მისი სიტყვებით იყო სცენარით განსაზღვრული ეპიზოდები, რომ იმპროვიზაცია დაედგათ, რაც ეკრანზეც ჩანს და არ ასახავს იმას, რაც რეალურად ხდებოდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამაც დაადგინა, რომ ჟანის სიკვდილის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო და ძალადობრივი ჩარევის ნიშნები არ იკვეთებოდა. თუმცა ათასობით ადამიანმა, ვინც ამ საქმეს ადევნებდა თვალს, ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობა სწორედ იმ 3 წლის განმავლობაში გაუარესდა. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე უცნობია, რა შედეგით დასრულდება ის. ვალერია მარკესი 23 წლის მექსიკელი მოდელი, ბიზნესმენი ქალი და ციფრული კონტენტ კრეატორი იყო. ის ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა სილამაზისა და მოდის სამყაროთი და თავისი ოცნებისკენ სვლის შედეგად 2021 წელს მან როსტროს ტიტულიც მოიპოვა. ამ ტიტულით მოპოვებულმა პოპულარულობამ მას საშუალება მისცა გაეხსნა საკუთარი სილამაზის სალონი და ასევე დაეწყო ონლაინ კარიერა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok და Instagram. უახლესი ფოტოებისა და პოსტების გარდა, იგი თითქმის ყოველდღე ატარებდა პირდაპირ ეთერებს თავის სალონიდან, სადაც მაყურებლებს სილამაზის და მოდის შესახებ უზიარებდა გამოცდილებას. ვალერიასთვის ყველაფერი წარმატებით მიდიოდა. ორივე პლატფორმაზე ჯამში 320,000-ზე მეტი გამოწერი ჰყავდა და კიდევ უფრო დიდი მიზნისკენ ისწრაფოდა. თუმცა სანამ ამოცნებისკენ რეალიზებას შეძლებდა, მისი ცხოვრება ტრაგიკულად დამთავრდა იმ ინციდენტის შემდეგ, რომლის წინასწარ განჯვრედაც შეუძლებელი იყო. 2025 წლის 13 მაისს, შუა დღეს, როგორც ყოველთვის იგი პირდაპირ ეთერში გავიდა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ახალი მოდისა და სილამაზის რჩევებზე ლაპარაკის დაწყებას აპირებდა, ის კურიერის მიერ მოწოდებულმა ამანათმა შეაწყვეტინა. ვიღაცამ მას სათამაშო ცხოველი საჩუქრად გაუგზავნა. იგი კამერის წინ დაბრუნდა, რათა მაყურებლისათვის ეჩვენებინა. თუმცა მას ისევ შეაწყვეტინეს საუბარი. ამჯერად კურიერმა სთხოვა მისი სახელის დადასტურება. ვალერიამ ლაივი დროებით დაამიუთა, რათა კურიერს დაალაპარაკებოდა, მაგრამ როგორც კი ეს გააკეთა, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ვალერიაზე რამდენჯერმე გასროლა განახორციელა. სასწრაფოს მისვლისთვის ვალერია უკვე გარდაცვლილი იყო. თავდამსხმელი კი ადგილიდან უჩინაროდ მიიმალა. პოლიციას მისი იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ ერთი მოკლე მინიშნება ჰქონდათ. მისი ხმის დაახლოებით 1 წამიანი ფრაგმენტი, რომელიც ვალერიას ლაივის დროს გაჟღერდა. Hola. Sí. სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ტექსტის დაწერის მომენტისთვის პოლიციას დამნაშავის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში არაერთი თეორია გავრცელდა, რომლებიც ამ საქმის ამოხსნას ცდილობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ეჭვი ეხება მამაკაცს სახელად რუის ველასკოს, რომელიც იგივე ქალაქში ახალი თაობის კარტელის მაღალჩინოსანის წევრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს იგი ვალერიასთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა, რაც შესაძლო მოტივს შეიძლება ხსნიდეს. ზოგმა ასევე აღნიშნა, რომ სროლის შემდეგ მალევე სალონში მომუშავე ერთ-ერთმა გოგონამ ვალერიას ტელეფონი აიღო, რომ პირდაპირ ეთერი დაესრულებინა. ეს ქცევა ბევრისთვის უცნაური იყო. ადამიანი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გახდა მისი ხელმძღვანელი და შესაძლო მეგობარი ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი, პირველ რიგში სასწრაფო დარგვის ნაცვლად ლაივის გამართვას გადაწყვეტს. ამ შესაძლო ქცევამ ინტერნეტში ბევრი დაარწმუნა, რომ იგი შესაძლოა თავდასხმელის თანამზრახველი ყოფილიყო. თუმცა ამ ეტაპზე არც ამ და არც სხვა თეორიების დამადასტურებლად, ანუ არსაყოფად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. და ასევე პოლიციას მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს, რის გამოც ვალერიას საქმე ახლო მომავალში ისევ გაუხსნელად რჩება. ბრაიან ვინიალტი, ასევე ცნობილი როგორც პოშ ჰაიბრიდი, იყო საკმაოდ პოპულარული World of Tanks სტრიმერი, რომელსაც 7,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. მან სტრიმინგი 2012 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში ერთგული აუდიტორია ჩამოაყალიბა. რაც მაყურებლებს ბრაიანში ყველაზე მეტად მოსწონდათ, იყო მისი თანმიმდევრულობა. ის კვირაში რამდენჯერმე სტრიმავდა, შესვენების გარეშე. მისი ბევრი სტრიმი 2 ნიშნა საათებს აღწევდა. გარდა იმისა, რომ სანდო სტრიმერი იყო, ბრაიანი ასევე ძალიან გულუხვი ადამიანი იყო წლების განმავლობაში. მან 11,000-ზე მეტი დოლარი შეაგროვა საქმიანმოქმედო მიზნებისთვის. 2017 წლის 19 თებერვლის ღამეს ის კიდევ ერთ საქმიანმოქმედო სტრიმს ატარებდა, იმავე ფონდისთვის.
ჩვეულებრივ, როდესაც სტრიმერები მსგავს ღონისძიებებს მართავენ, ისინი გარკვეულ მიზნებს ადგენენ, მაგალითად როგორიცაა თმის გადაყვარსვა, ან თმის შეღებვა კონკრეტული დონაციების მიღწევის შემთხვევაში. თუმცა ბრაიანმა განსხვავებული გზა აირჩია და მაყურებელს 24 საათიანი უწყვეტი სტრიმის შესთავაზა. გეგმამ გაამართლა 20 საათიან ნიშნულამდე მან მაყურებლისგან $2,400-ზე მეტი შეაგროვა. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ საკუთარი ჯიბიდან დამატებით $500-საც შესწირავდა. თუმცა როცა გრძელი სტრიმი დასრულებას უახლოვდებოდა, მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. დაახლოებით 22 საათზე ბრაიანი ცოტა ხნით მოსაწევად გავიდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. მისი აუდიტორია თავდაპირველად არ შეშფოთებულა. იმ კვირაში ბრაიანს უკვე თითქმის 20 საათიანი სტრიმი ჰქონდა ჩატარებული და საქველმოქმედო ეთერის დროს ძალიან გადაღლილი იყო. ის ხშირად თვლემდა და უეცრად იღვიძებდა, რაც 24 საათიან ნიშნულთან მიახლოებას ახლდა. ის მხოლოდ 35 წლის იყო და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. ამიტომ, როდესაც აღარ დაბრუნდა, ბევრმა იფიქრა, რომ უბრალოდ დაეძინა. სამწუხაროდ რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ბრაიანის მდგომარეობა მეორე დღეს გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთმა მოდერატორმა შენიშნა, რომ ის აქტიური იყო Discord-ზე. მან ბრაიანს შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ პასუხი თვითონ ბრაიანს არ დაუბრუნებია. როგორც გაირკვა, კამერიდან გასვლისთანავე ბრაიანი დაეცა და იმის მერე არ გამოფხიზლებულა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოდერატორს კი დეტექტივმა უპასუხა, რომელიც მის შეტყობინებებს ამოწმებდა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ბევრი გულშემატკივრისთვის მიზეზი შედარებით ნათელი იყო. სავარაუდოდ ეს იყო გადაღლილობის და ძილის ნაკლებობის შედეგი. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ჩვეულებრივ იძინებს და იღვიძებს დასვენების შემდეგ, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში გადაღლილობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ამ ტრაგედიაში ერთადერთი ნათელი მხარე ის იყო, რომ მისმა გულშემატკივრებმა შეაგროვეს $19,000-ზე მეტი კანადური დოლარი მისი მეუღლისა და 3 მცირეწლოვანი შვილის დასახმარებლად. იმის მიუხედავად, რომ ეს ფული ვერ შეცვლის მამის არსებობას, მატერიალური დახმარება ოჯახისთვის ასეთ მძიმე დროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. 2020 წლის 31 აგვისტოს რონალდ მაკნატი, უფრო ცნობილი როგორც რონი, პირდაპირ ეთერში Facebook-ზე გავიდა. ის ხშირად სტრიმავდა და ჰყავდა მცირე, მაგრამ ერთგული აუდიტორია. მისი სტრიმები ძირითადად კომიქსებს, ფილმებსა და პოპ კულტურას ეხებოდა, რადგან ბავშვობიდან სუპერგმირების თემატიკის დიდი მაყურებელი იყო. თავდაპირველად ეს სტრიმით ჩვეულებრივს ჰგავდა, თუმცა მაყურებლებმა არ იცოდნენ, რომ ისინი საშინელ ტრაგედიის მოწმეები გახდებოდნენ. რონი დაიბადა 1987 წლის 23 მაისს ნიუ-ოლბანში და ჰქონდა ჩვეულებრივი ბავშვობა. მოგვიანებით იგი არმიაში შევიდა და სამსახურის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ერაყის ომში 2007-2008 წლებში. ომმა მას მძიმე კვალი დაატყო. განუვითარდა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რამაც მისი პიროვნება მნიშვნელოვნად შეცვალა. როგორც მისი მეგობარი ჯოშ სტინი აღნიშნავდა, ის აღარ იყო იგივე ადამიანი, ვინც ომში წავიდა. მიუხედავად დეპრესიისა და PTSD-სა, რონი ცდილობდა პოზიტიური დარჩენილიყო. ის აქტიურად საუბრობდა ვეტერანთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და სხვებსაც ეხმარებოდა. იგი ადგილობრივ ტოიოტას ქარხანაში მუშაობდა და ცდილობდა ცხოვრების მოწესრიგებას. ასევე ჰქონდა ურთიერთობა და აწარმოებდა პოდკასტს მეგობართან ერთად. ზედაპირზე ყველაფერი ნორმალურად ჩანდა, თუმცა სინამდვილეში მას პროფესიული ფსიქოლოგიური დახმარება არასდროს მიუღია. 2020 წლის აგვისტოში მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჯერ მამა გაიხსენა, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. შემდეგ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. ცოტა ხანში კი ურთიერთობაც დაასრულა. ამ ყველაფერმა ერთად ძალიან მძიმე ზეწოლა მოახდინა მასზე. 31 აგვისტოს ის ეთერში გავიდა ცეცხლსასროლი იარაღით. მისმა მეგობარმა მაშინვე შეატყო სიტუაციის სერიოზულობა. გამოიძახა პოლიცია და მის სახლში წავიდა. ამასობაში სცადა Facebook-თან დაკავშირებაც, თუმცა მათ უარი განაცხადეს სტრიმის შეწყვეტაზე. მიუხედავად ცდილობებისა, დახმარება დროულად ვერ მოხერხდა. სტრიმი გაგრძელდა კიდევ, რამაც ბევრ ადამიანს მისცა საშუალება ვიდეო ჩანაწერი გაევრცელებინა ინტერნეტში. ამის გამო პლატფორმები, მათ შორის TikTok-ი, მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით, როდესაც ხალხი მის პროფილს ეწვია, მათ მოისმინეს მისი ბოლო სიტყვები. ვიღაცას შენს ცხოვრებაში სჭირდება იმის მოსმენა, რომ ის მნიშვნელოვანია, რომ ის უყვართ და რომ მას მომავალი აქვს. იყავ ის ადამიანი, ვინც მათ ამას ეტყვის.